მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერი და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. საქსტატის ცნობით წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით 2026 წლის იანვარში საქართველოსთან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3224%-ით გაიზარდა. საქართველოს 56 მილიონი ამერიკული დოლარის მზა ნავთობპროდუქტი გაიტანა ქვეყნიდან, მაშინ როცა ყულებში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ არც კი ამუშავებულა. ჯერ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ ნავთობის გადამუშავების სიმულაციას, რადგან ამ უცვლობის ნავთობი საქართველოში უბრალოდ არ მოიპოვებაო, განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა. დღეს ამ თემით დავიწყებთ გადაცემას და სწორედ ბატონი თაზო იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. მივესალმებით მას, გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი კითხვა ბუნებრივი არის საიდან მზა ნავთობი. თან აქ საუბარი არ არის მაყურებლებს შევახსენდოთ, თუნდა რომ რაღაც ნავთობის გატანაზე არ არის. აქ საუბარი ნავთობპროდუქტი, ანუ იგულისხმება რომ უკვე გადამამუშავებელი ბენზინი, დიზელი რაღაცა და ხო, და ქარხანა ჯერ კიდევ ყულებში არ გვაქვს. ბათუმის ქარხანა არ ვიცი, ბაგდატ ერთით მუშაობს თუ არა. ნუ იცი რომ რუმინეთი მოგესალმებით კიდევ ერთხელ მევსმენთ ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სადმე ბენზინმა ხომ არ ამოხეთქა. ზღვის მეორე მხარეს არის რუმინეთი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ რა ქვია გადამამუშავებლად ნავთობის ამ რეგიონში და მთელი მოცულობა არ იქნება იქაური ქარხნების საკუთრების რომ ესეც ისწრაფით გადაამუშავონ ამ რაოდენობის ნავთობი. ხო, ნუ ერთ-ერთი ახლა ის რჩება რომ სადღაც პალიასტომთან ბენზინა თუ ამოხეთქა და პირდაპირ იქიდან ნავთობი ამოხეთქა პირდაპირ ბენზინი წამოვიდა პირდაპირ და მაგას ავსებენ. ისე კი ხო არ არსებობს ახლა მაგის ახსნა გარდა ორი ახსნისა, რომელიც დღეს ბრიფინგზეც თქვით. ერთი ეს არის დოკუმენტაციის გაყალბება, ანუ შემოტანა აქ უკვე ნავთობპროდუქტის რუსეთის დიდი ალბათობით რუსეთის ჩრდილოეთი ფლოტის მიერ და ნუ იცი რომ აქ ნოვროსისკის პორტი ძალიან ახლოს არის და უკვე რამოდენიმეჯერ არის ყუდევის ტერმინალში შემჩნეული ის გემები, რომელ გემებსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმით დასდევს, რა ქვია, გამანადგურებლები დასდევს ძირითადად ოკეანის გადაღმა ახლოს თუ იპოვა სადმე. ერთი ვერსია ეს არის რომ გადაარქვეს სახელი, გააყალბეს იდეაში დოკუმენტაცია და ასე გაიტანეს და ნუ მეორე ვერსია რომელიც ახლა მეცნიერულად უბრალოდ შეუძლებელი არის ის რომ შემოვიდა ნედლი ნავთობი აგრეთვე რუსეთიდან, იმიტომ რომ სხვა ადგილი არ არსებობს აქ ვინ შეიძლება ნავთობი შემოიტანოს და გადამოგვისა რა ქვია გადაამუშავა აქ იმ ქარხანამ რომელიც უბრალოდ არ არის დამთავრებული და დამთავრებული ქარხანა ამ მოცულობის ნავთობს უბრალოდ ვერ წაიღებს და დამამძიმებელი გარემოება აქ ამ ყველაფერს ის რომ მაგალითად იმ შემთხვევაში ეს ნავთობი უკვე გატანილია იანვრის თვეში სამი ქვეყანა თურქეთი, სინგაპური და მალტა, რასაც ამბობს საქსტატი. მალტა არის ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა და ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე გარემოება იმ გზაზე, რა გზასაც ქვია საქართველოს სანქცირება და ამ ამბის შეტანა მე-20 პაკეტში ევროკავშირის სანქციებისა. ეს რაც აი ესეთი განჭვრეტადი ამბავი შეიძლება იყოს, რაც მოყვება ასეთ მაიმუნობას პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ განუჭვრეტელია მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, შეერთებული შტატების დამოკიდებულება, იმიტომ რომ ვიცით, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე რა დაუძინებელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის და აქ ახლა პირდაპირ ხედავთ რა, პირდაპირ ხედავთ ნიშნებს, როგორც ყველა სხვა პროდუქტში, აქაც ხედავთ ნიშნებს, რომ საქართველოს გამოიყენება რაღაცა მეკობრეულ ტერიტორიად რომელიდანაც რუსეთი მარაგდება და რუსეთიდან საღდება ის თვირთი, ის საქონელი, რომელიც არის სანქცირებული. ნუ აი, რა ვიცი, ხა კომიკური ჟანრი არ არის, იმიტომ რომ საშიშია მართლა ქართული ფინანსური სტაბილურობისთვის, თორე ნუ რაღაცა ანეკდოტი არის უკვე, რომ საქართველოს ორი მთავარი საექსპორტო პროდუქცია, ეს არის ნავთობპროდუქტები და ავტომობილების ექსპორტი. არც ეს არ მოწარმოება. ანუ არც ეს არ მოწარმოება. ავტომობილები კიდე გასაგებია ხო ხა. კი, გასაგებია, მაგრამ ნუ ხა რა არის ექსპორტი. რა თქმა უნდა, სანქცირებული რუსეთში გატანა ამას ხო იცი როგორც ხო ბევრჯერ გვაქვს მე შემეს ლაპარაკები ყირგიზეთი არის ქვეყანა სადაც საქართველოს გაზარდა კატასტროფულად ბანკანების გატანის რაოდენობა სახმელეთო გზით გადის ეს რუსეთის გავლით და ყირგიზეთში არ ჩადის რაღაცა აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვები მაგრამ თანაფარდობა იყო რაღაცა 1-10-თან ანუ აქედან მიდის 10 და იქ ჩადის 1 იმიტომ რომ გზათ ანუ აქ თავსაც არავინ არ იღლის რომ რაღაცა მეტად ისქნას დამალოს ეს ყველაფერი და შეკაზმოს პირდაპირ ავტოსალონებში ტოვებს გზათ საქართველოსთან გადის იმიდან რა ქვია ჩრდილოეთ საზღვარგარეთ გამშვები პუნქტიდან რუსეთთან და გზად ლარსის გამშვები პუნქტიდან გზად ტოვებენ ავტოსალონებში რუსეთის ქალაქებში და ყირგიზეთში ძირთად ცარიელი ტრაილერები ჩადის ხოლმე.
ხო, ბატონო, ამას რა რეაქცია შეიძლება მოყოს? განსაკუთრებით ნავთობს, ხო იყო ახლა საუბარი ევროკავშირის მხრიდან, რომ შეიძლება დასანქცირდეს ყულები. კი, არის ამას ძალიან დიდი რისკია. გამოსარო სოკარს ეკუთვნის, ხო? კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სოკარს ეკუთვნის, მაგრამ ნუ ვიცით, რომ აქ მეწილეები ყავს ძალიან საერთო ამბებში გარეული. იმ თვალსაზრისით, რომ ერთის პროესენი არა ხალხი ოჯახი ხა აქ დასამალი არაფერი არა და რომელიც არიან პარტნიორები რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თუ ერთ მაღალჩინოსანის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აგერ ეს ხალხი უცებ საოცარი მანქანებით ბიძინა ივანიშვილის ქონებებს, რომელიც ყველამ ვიცით, ახლა ლაგუნავერი ასე შემდეგ, ამებს ეპატრონება. აი ამის პარალელურად, როდესაც ყულები თავიდან კარგად ავხსნათ, საუბარი არის მაკა ასათიანის. საუბარი არის, ხო, გოგელი ასათიანების ოჯახზე, რომელიც არის მეწილეები, მაკა ასათიანის ქმარზე და ამ ოჯახზე, რომელიც არის მეწილეები, ოფიციალურად გაფორმებული არის ქალთა მაგას შვილზე, კახი ჟორდანიაზე. მეწილეები ყულების სპორტის, რეალურად ისინი რაღაცა მესვეურები, ვინც ეს ამბავი აქ გააკეთეს. ეს ხალხი ანუ რა იმას მერე რაც აი ყულები აქტიურდება, პარალელურად ხედავთ როგორ ხდება გადაყიდვა, გადაცემა და გადაყიდვა ივანიშვილის ქონებისა, მაგალითად აი ლაგუნას ვერეს და აბრეშუმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ის განთქმული ჯოჯოხეთი, რომელიც უნდა ააშენო მრავალსართულიანი, ის ბიძინა ივანიშვილის აღარ არის, ეხლა არის კახი ჟორდანიასი. იმის უკან როგორც ვიცი აგრეთვე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქაც უცებ იქაც კახი ჟორდანია, რაღაცა ფლობელი ხდება მთელი ამ ქალაქის ზონის ერთი დიდის და ამის პარალელურად ხედავთ აი ის რაც ხდება ყულებში. გემები რომლებიც არიან საერთო წარმომავლობის გემები რომელზეც არა მარტო ჩვენ ვამბობთ, არამედ შეერთებული შტატებიც ამბობს, დაფიქსირებულია ეს გემები როგორც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი, ეს გემები აღმოჩნდნენ ამ ტერმინალში და აი ეხლა უკვე ეს რაღაცა სიგიჟე 3224%-ით გაზრდილი ექსპორტი ნავთობპროდუქტებისა საქართველოსთან ერთ თვეში მე რა მარტივად ჩვენ მაყურებელს რო ესმოდეთ მოცულობა ამ ნავთობპროდუქტებისა ფინანსური მოცულობა არის 56 მილიონი 56-58 მილიონი დოლარი. ამ მოცულობის ნავთობი გავიტანეთ მთელი წინა წლის მანძილზე. მთელი წინა წლის მანძილზე საქართველოსთან ასეთი ნავთობპროდუქტები გავიდა ჯამში 80 მილიონი დოლარის. ანუ ერთ თვეში ფაქტურად 70% არის გატანილი 70% გავიდა იმისა, რაც მთელი წლის მანძილზე იყო და წინა წლებში მე მგონი კიდევ უფრო ნაკლებია. ანუ აქ თუ ვინმე საერთო სამეს ვერ ხედავს, ხო, ეხლა არ ვიცი მაშინ რა შეიძლება დაინახოს საერთო. ეს არის კლასიკური სანქციების გვერდის ავლა და ჩვენ ბრიფინგზეც მოვიტყოვეთ, რა ვიცი, ეხლა არ მგონი რომ ამან უშუალოდ დიდად, მაგრამ გაასაჯაროონ ინფორმაცია რა არის, რა ნავთობია, იქნებ ჩვენ ვწდებით და იქნებ ისინი არიან მართალი, მაგრამ გუშინ ისა რა ქვია, ლადო ბოჟაძის ზენის ბორძიკის მედი მე ვერაფერი ვერ მოვისმენი ამ საკითხზე პასუხი რა არის. ერთ-ერთი თქვენს რომ სოკარის არის რაღაცა ეს მოვისმენი. ხო, უცებ ახლა აზერბაიჯანელებზე გადაბრალება დაიწყეს, რაც საშიში ტენდენცია არის, მათ ვეთქვი ჩვენ უახლოეს პარტნიორებს და მეზობლებს ასეთი მძიმე რაღაცეები ესე უპრინციპოდ და უცერემონიოდ დააბრალო, არც ისე კარგი დიპლომატიური სვლა არის, მაგრამ თქვენ ხედავთ ახლა ჩვენ მეზობლებთან როგორ ფუჭდება ურთიერთობა იმის პარალელურად, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები ამ რეგიონის შეერთებული შტატების, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთადერთი 2009 წლიდან და ეს სტრატეგიული პარტნიორობა ირაკლი კოლბახიძის და ბიძინა ივანიშვილის გამო შეწყდა. მას შემდეგ რაც ჩვენ ხედავთ ტენდენციას, რომ ჩვენი ორი არის მეზობელი, ასე ვთქვათ და უახლოესი პარტნიორები, სომხეთი და აზერბაიჯანი, აი ამ რუსეთის სისუსტეს და აი ამ ვითარებას და შესაძლებლობის ფარჯარას იყენებს სწორად და მათი მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორი ხდება ამერიკის შეერთებული შტატები და იცით რომ ახლა ერთის და მეორეს ვაშინგტონში იმყოფება. ამის პარალელურად საქართველოში პარლამენტი განიხილავს კვერცხის ზომას, ფასს და როდის არის ხელსაყრელი მისი დადება და მეორეს მხრივ არის აი მასირებულად ჯოჯოხეთურ მასშტაბში დაკავებული სხვადასხვა სანქცირებული პროდუქციით ვაჭრობაში და გატან-გამოტანაში რუსეთის ფედერაციასთან. აი ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული რეალობა, რომელშიც ეს ქვეყანა აღმოჩნდა. კი ბატონო, ამ ვითარებაში თქვენ რა გამოსავალს ხედავთ? ამ თემაზე უნდა გადავიდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი ხედავს გამოსავალს გაერთიანებაში. და აღმოჩნდა რომ ლელო არის ამ ყველაფრის წინააღმდეგი. დღეს თქვენ თქვით რომ არანაირი გაერთიანება, ჩვენ არაფერი არ გვაინტერესებს. თუმცა ამ ეტაპზე გაერთიანებას არ არის ლაპარაკი, რაღაც დეკლარაციის ხელმოწერაზე არის ჯერ. მაგრამ ამასაც არ უერთდებით როგორც მე. არა. ხო და მაშინ რაში ხედავთ გამოსავალი? გამოსავალი არის ერთადერთი მწყობრი სტრატეგიით ის სტრატეგიის შემუშავება და იმ სტრატეგიის სიარული, რომელიც ივანიშვილს დაამარცხებს და მოაშორებს ამ ქვეყანას. ხო, აი ყველა ეს პატარა ამბავი,
ყველა ნიუსი, ყველა თემა მივანიშნებს ერთი და იგივეს განსაკუთრებით უკანასკნელი თვეების მანძილზე, რომ ეს ხალხი საშიში ხდება არა მარტო უბრალოდ ამ ქვეყნის რაღაცა კეთილდღეობისთვის ან რაღაცა დროებითი პრობლემა, არამედ საშიში ხდება საერთოდ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის. ანუ საქართველოს სუვერენული სახელმწიფო შეიძლება ვეღარ იარსებოს, საქართველოს სუვერენული სახელმწიფო ვეღარ იარსებოს ამათ პირობებში, იმიტომ რომ პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულ საქმიანობით არის დაკავებული. ჩვენი სტრატეგია არის აუცილებლად ვიტყვი. ერთიანობის წინააღმდეგ არა ვართ, ძალიან არასწორი იქნება ამას დავარქვათ ერთიანობის წინააღმდეგ. პირველში ვიტყვი ერთ რამეს. ჩვენ ვართ მაგალითად ქართული ქარტიის ხელმომწერები, ქართული ქარტი არის ერთ-ერთი ყველაზე დამეთანხმები ალბათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი შინაარსობრივად გამართული და სტრუქტურული დოკუმენტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის შორის ყოფილა შეთანხმების საგანი, სადაც საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი როგორც ქცევა, სტრატეგიული სვლები, ძირითადი საკითხები, რომელზეც საჭიროა შეთანხმება და აგრეთვე ერთგვარი სტრატეგია, როგორი უნდა იყოს შეთანხმებები მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებიდან წავა. ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმომწერები ვართ. ამ დოკუმენტისგან ჩვენ ძალიან პასუხისმგებლად ვეკიდებით იმას თუ როგორ შევდივართ ერთობებში და ალიანსებში და ჩვენ არ გაგვიტანა იქიდან ხელმოწერა და ის დოკუმენტი, რომელსაც ახლა დეტალებში არ მოვყვები, იმიტომ რომ საჯარო არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მას ვიცნობთ ხო, გაგვაცნეს ეს დოკუმენტი, ძირითად რეფერირებას აკეთებს ქართულ ქარტიას. ქართულ ქარტის ხელმოწერებით ვჩებით, იქ პრობლემას ვერ ხედავთ, იმიტომ რომ თვლით რომ არის გარკვეული სტრატეგიული სწორი ხაზები, რომელსაც უნდა გავყოთ. ეხლა უბრალოდ ლაპარაკი, შეხედეთ, ჯერ იყო ლაპარაკი რაღაცა ერთობისთვის თვითმიზანი არ არის. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად პრობლემა იქნება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, ერთობა უბრალოდ თვითმიზანი არ არის. ერთად რომ დავდგეთ ეგ რამეს წვლის, ივანიშვილი უფრო სუსტი ხდება იმ წამს, როდესაც ჩვენ ერთად ვდგებით, რაღაცა დიდი მოცემულობა იწვება, არა. ივანიშვილი მაშინ იქნება მაშინ შეექმნება პრობლემა, როდესაც ერთიანი სტრატეგიით ან რაღაცა სტრატეგიით მის დაზიანებას დავიწყებთ და მის ხელისუფლების ფუნდამენტების გამოცვლას და მის მოშორების პროცესი რეალურად დაიწყება. ესეთი ერთობა, რაც ახლა არის ლაპარაკი, ჩვენ არ ვთვლით, რომ არის ის ერთობა, რომელსაც აი ერთიანი სტრატეგიული ხედვა, რომელიც ამას გააკეთებს. ქართულ ქარტიაში, რაც წერია იმაზე, შეჯერებულები ვიყოთ, არავითარ დამატებითი მემორანდუმები და დოკუმენტების ხელმოწერა საჭირო არ არის. ეს ერთი. მეორე ჩვენი კოლეგები ამბობენ დღეს განსაკუთრებით სხვა ჩვენს ვისმე, რომ იცით რა, ლაპარაკი არ არის რაღაცა ერთობაზე და ერთსახოვნებაზე და ასე შემდეგ, არამედ ლაპარაკი არის ქცევის კოდექსზე. მე რა, არ ვიცი, ალბათ დამეთანხმები რომ ქცევის კოდექსი რა უნდა იყოს, ხო? პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველ რიგში ეს არის რაღაცა ერთგვარი თავდაუსხმელობის პაქტი, ხო? არა ერთმანეთს გაკრიტიკების შინაარსობრივად ან განსხვავებების არ გამოკვეთს. უბრალოდ თავდაუსხმელობის, იმის არ დაბრალების, რაც არ არის მაგალითად შენი კოლეგა ან ოპონენტი. უბრალოდ აი ამ რაღაცა კინკლაობის თავიდან აცილების, კინკლაობა, რომელიც წისქვილზე ასხავს მხოლოდ ივანიშვილისა წყალს და მეტი სხვა არაფერი. ამ ერთგვარ ქცევის კოდექსს ლელო ძლებს საქართველოს ცალმხრივად. აი იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი შეხედულებები გაიყო, ხო, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ცალმხრივად ვიცავდით და ვიცავთ დღემდე. ვიცავთ, იმიტომ რომ თვლით, რომ მაშინაც ვამბობთ, ეხლაც ვამბობთ, რომ აი ეს ოპოზიციის ოპოზიციონერება, რობა არ არის სწორი. უპირატესობის მოპოვება თუნდაც აი რაღაც ელექტორალური თვალსაზრისით ან რაღაცა საზოგადოებრივი ჯგუფების ერთგვარი თავის მოწონება, იმით რომ სხვა გალანძღო ოპოზიციაში, ეს ჩვენი სტრატეგია არ ყოფილა არასდროს და არც ეხლა არ არის. ვიტყვი, რატო არ ვაძახო, თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს არ არის ჩვენი სტრატეგია. თუ ეს არის ჩვენი კოლეგების აი ამ რაღაცა შეთანხმების და მთელი ამ ამბის, რომელზეც ბოლოს ამ კვირა აქტიური ლაპარაკი მიდის, შინაარსი პირდაპირ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენ დასხმას, არაფერზე ხელმოგწერა ამისთვის არ გვჭირდება, ჩვენ რა ვიცი, ჯელტმენებს შეთანხმება ძალიან დიდ პატივს. ჩვენ და ამას ისედაც ვიცავთ. ეს ამას ყველა ხედავს. ყველა ხედავს საქართველოში, რომ ჩვენ ამას ვიცავთ ნახევარ წელზე მეტია უკვე. არ გვჭირდება ჩვენ რაღაც დამატებით დოკუმენტებზე ხელის მოწერა ამის გასაკეთებლად, ან თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ ისევ ვართ ქართული ქარტიის ხელმოწერები. ჩვენ თვლით, რომ ეხა პოლიტიკური განაცხადი გვაქვს გაკეთებული დამოუკიდებლად უნდა ვიაროთ იმისთვის, რომ ჩვენი ელექტორატში, ჩვენ საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ჩვენ საინტერესო ვართ, გამოვკვეთოთ ჩვენი უპირატესობა, ვაჩვენოთ ის, რაც დღეს ჩემი აზრით თავარი პრობლემა არის ქართულ პოლიტიკურ ველზე, ანუ ყველას ეცნის, რომ ივანიშვილი ცუდია. რამდენი შეგვიძლია ველაპარაკოთ, ერთმანეთს დავეთანხმებით და დარწმუნებული რომ ამორჩეულებისკენ თქვენი მაყურებლობის უმრავლესობა დაგვეთანხმება, რომ ცუდია, უბედურება ხდება, მაგრამ პრობლემა არის ალტერნატივის დანახვაში. ქართული საზოგადოება ვერ ხედავს ისეთ სათანადო ალტერნატივას. არ ჭირდება ამას გაერთიანება, მე რა ჩემი აზრით ამას ამ ეტაპზე იქით
იქიდან გამომდინარე რომ აი ეს იდეა აი გავერთიანდეთ ეს იდეა იმდენ დაზიანდა იმდენ ჯერ გამოიწვია მცდარი მოლოდინები და შემდეგ არ გამართლა ეს მოლოდინები რომ ვიძახეთ რომ აი ერთად დავდგებით და ეს არის ფორმულა და всё ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება და ეგრე არ მოხდა არც ერთხელ იმიტომ რომ ეგრე არ ხდება შეთანხმება სხვა რამე არის ერთი არის ნდობა შეხედე მთავარი არის ნდობა რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთად დგომა რაღაცა ბოდიში ამ ჟარგონისთვის თქვენი სატელევიზიო ჟარგონით კარწინკა ხო არ არის მთავარი აი პირდაპირ მინდა გულწრფელად თქვა ჩვენ მოყვა მთავარი ხო კარწინკა არის ამ დრომ ხო ჩაიარა რომ მთავარი შეიძლება იყო რაღაც საზოგადოებას დავანახებთ რომ ყველანი ერთად ვდგევართ და ყველაფერი კარგად იქნება მთავარი არის ნდობა პროცესისადმი რომ ეს პროცესი არის ის რომელიც წარმატებამდე მიდის ნდობა რომ ყველა აქტორი რომელიც მონაწილეობას იღებს ამ შეთანხმებაში იმ წესებს დაიცავს და იმ ტექსტს დაიცავს მაგალითად რომელიც შეთანხმებაში წერია ეს ნდობა დაზიანებულია პირდაპირ თქვა დაზიანებულია ეს გამოიწვია არ შევალ დეტალებში არ არის ჩემი საქმე წარსულში ეხა ბევრი რამის ქექვა იმიტომ რომ მომავალია ძალიან მძიმე და ამ მომავალში ბევრი ენერგიაა საჭირო დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში არ შევალ ამ დეტალებში მაგრამ ნდობის პრობლემა არის სერიოზული ნდობის პროცესში და ნდობის იმაში რომ ყველა დაიცავს იმ წესებს და იმ ერთობებს რომელიც წერია ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თქვათ როგორ უყურებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოსწორებას როგორ უყურებთ ეკონომიკის გამოსწორებას როგორ უყურებთ სხვადასხვა კომპონენტებს იმ სტრატეგიის რომელიც ივანიშვილს დაამარცხებს აქ თუ შინაარსობრივი თანხმობა გვექნა იმ 8 პარტიასთან თუ 7-თან თუ 8-თან რომელიც ლაპარაკობს რომ იმას ხელს მოაწევს გვექნება და თავდასხმას ისედაც არ უაპირებთ არავისზე ზედმეტად და უაზრო თავდასხმას არ უაპირებთ როგორ უაზრო თავდასხმას ჩვენ ბევრი მიგვიღია შენ კი იცი ბოლო თვეების მანძილზე მაგრამ თუ იქნება შინაარსობრივი თანხმობები ეს შინაარსობრივი თანხმობები რამე ის კი არა რომ მანტრა რომ არავისთან ყველას პოლებს უნდა გავიმჯდოთ იქნება და ვითანამშრომლებთ ამ საკითხებში კონკრეტულში მაგრამ ჩვენ ვითანამშრომლებთ მათ შორის გახარიას პარტიასთან იქაც შეიძლება გქონდეს გარკვეული თანხმოები და ნუ ჩვენი კოლეგების უმრავლესობა მაგალითად მეორე მხარეს იძახის რომ მიუღებელია და საერთოდ უნდა ველაპარაკო და კეთროვანია და ჩვენ არ თulit ეგრე ჩვენ თვითონ ისინი ფაქტორი არიან არავისთან ეხლა დღეს აი ხო გეუბნები დღეს არა არავისთან რომ გავერთიანდები კაცო ჩვენ იმიტომ რომ იქ იყო კონკრეტული სტრატეგიული ამოცანა რომელშიც გქონდა თანხმედრა მერაბ და იქ იმიტომ გავედით არჩევნებზე საერთო ძალებით და თუ გვექნება ასეთ თანხმედრა სხვებთანაც კონკრეტულ მოვლენებში კონკრეტულ საკითხებში ამას ვნახავთ იმ მომენტში და იმ პროცესიდან გამომდინარე რა პროცესსაც დავინახავთ ეხლა მნიშვნელოვანი პროცესი იქნება შეხედე პატივისცემას თუ ვისწავლით იმის ანუ ნდობა აღდგება როდის ნდობა საზოგადოებასაც პროცესის ნდობა გაუჩნდება მაშინ როდესაც დაინახავს რომ რაღაც ჭყალებში ვიტყვი დიდი ბიჭებივით და დიდი გოგოებივით იქცევა ქართული ოპოზიცია ანუ შეუძლია მაგალითად განსხვავებების ატანა შეუძლია იმის ატანა რომ ვიღაცა ითქვას რომ მე ჩემი გზა დიდი ბიჭებივით მოქცევა არის ის რომ ერთმანეთის დაჭრა თავს დაანებონ და გაერთიანდნენ ასე უყურებს მე ხო ჭამი მაგის ალტერნატივა ერთიან ძალად ჩამოყალიბდნენ ანუ არა ხო და არ არის ერთფეროვნება არის ის რისკერაც ივანიშვილს მიხავს ქართული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანი ერთფეროვნებაზე და მაგიარლიკის მიკერებაზე რომ ყველანი ერთ ქვაბში ხარ და ისედაც ერთნი ხარ ხო არ მინდა ამიან დროს მაგით მოიგო მან ხო გვახსოვს ახლა რა სტრატეგიით მოიგო რომ შუა უნდა გაიგრიფოს და ჩვენ და მიშავა ძალიან ცუდია და ასე მოიგო კატასტროფაა ასე მოიგო ჩვენ 2012-ში ხო ანუ გამოდის რომ მან იმუშავა ერთი ერთზე შენ ხარ ხელისუფლება მე ვარ თავარი ოპოზიცია ის იმუშავა ხო როცა ოპოზიციაში იყო თქო მაგას ვამბობ როცა ოპოზიციაში იყო პროცესში როცა ამან იმუშავა შეხედე ივანიშვილი როცა ოპოზიციაში გავიგე მაგრამ ივანიშვილის წინააღმდეგ ამა როდის იმუშავა ხო და თუ მიშას წინააღმდეგ არასდროს არ ყოფილა ეგა როგორ არ ყოფილა კაცო ყოფილა მომენტ აი მაგრამ როდის არ ვიყავით ერთიანები სანამ ის იქნებოდა რა თვითმმართველობის არჩევნები არ ვიცახდით როგორ აი ახლა ბოლო თვითმმართველობის არჩევნების ერთი როგორ დახერ ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა ახლა 80% ამის წინ თქო სანამ გაიყოფოდა ეს გზები აი მაგრამ 24-ის არჩევნებიდან 25-ის არჩევნებამდე ხო ვიყავით ერთიანები იქ ხო იყო ბევრი აქტორი რომელიც დღეს ერთიანობისკენ ვიბიძგებს ბევრი ეგეთი აქტორი იყო რომელიც ყველანაირად რევდა სხვადასხვა ფორმატებში რომელიც 4 წელიწადში ჯგუფად გახვედით 2024-ის არჩევნებს ხო ასე შუალედზე ლაპარაკობ მე არჩევნებზე ხო ლაპარაკობ არჩევნებში კი ეგრე შუალედი გავიგე მე გელაპარაკებით გენერალურ ბრძოლას როგორ ხვდები და გენერალური ბრძოლა შეხედე არჩევნებზე ხო არჩევნებზე იმ მომენტში დავუყავთ როცა არჩევნები შეიძლება იყოს და ჩვენ ვამბობთ რომ როდესაც ასეთი მომენტი დადგება რა თქმა უნდა ლაპარაკი დაიწყება იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს საარჩევნოდ მაგრამ არჩევნებს ხედავსად მე
დაინიშნა? არა, არჩევნებს ახლა არ ხელა, მაგრამ ამისთვისაც ბრძოლა არის, ხო საჭირო? შეიძლება მე არ ვიცი. ამისთვისაც ხო ბრძოლა არის საჭირო, რომ მე ვიბრძოლო ახლა რაღაცა ერთობას ხელი მოვაწერო, ერთ კარტიკაში იმიტომ რომ ხალხმა ალტერნატივა დაინახოს, ხალხი ალტერნატივას ისე დაინახოს, როდესაც მე ვიტყვი, რომ მე ეს ხედვა მაქვს. როდესაც შეუძლია რომ რა ვიცი, სხვა კოლეგებს ნაციონალურ მოძრაობას თქვას, რომ მას ეს ხედვა აქვს. და ამ ალტერნატივებში დაინახავს საზოგადოება რა არის სწორი და ამაში შეგვიძლია შევჯერდეთ შინაარსობრივად პირველად ხო შეიძლება, რომ შევჯერდეთ რაღაცებზე შინაარსობრივად. ხო და შევჯერდეთ ეს დოკუმენტი ეგაა. და მეორეს მხრივ მორალი პოლიტიკიდან არ გავწიოთ და ის ნდობა, რომელიც ადამიანური და პოლიტიკური ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვინმეს თუ გონია პოლიტიკა ის მართლა ეს ბინძური საქმეა, რომელშიც ნდობა არაფერ შუაში არა, ყველაფერი უნდა ანუ სხვების მიერ ნდობა არ აქვს, ამაზე ესაუბრა. პროცესის მიმართ ნდობა არ აქვს. პროცესის მიმართ. იმიტომ რომ ასეთ პროცესებს არასდროს არ გამოუტანია ის შედეგი, რა შედეგზეც ეხა იდეალისტურად ჩვენ ველაპარაკები. შეიძლება ბევრი რამე ზოგადად, აი გამოთქმა არსებობს მაგაზე. ბევრი რამე შეიძლება ცხოვრებაში, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ გვინდა რომ დამოუკიდებელი განაცხადი გავაკეთოთ. ჩვენ არ გვინდა რომ ისეთი პროცესის ნაწილი ვიყოთ, რომელიც პროცესისაც არ გვიჯერა ბოლომდე. ანუ ნაცებთან არ გინდათ ერთიანი. არა, ეს ხო არ მithქვამს. არა, ყველა ერთქვაფში არ გვინდაო რაღაცა, ნუ მაგაზეა. ერთი არლიყი მოგვეწეროთ, მოგვეწეპოს არ გვინდა. ბევრ ამას ნიშნავს. და ასე შემდეგ. ჩემთვის არ მინდა რა, აი ეგი ცუდი არლიყები რომ იქ რაღაცა ნაცთან არ მინდა და იმასთან არ მინდა. არა, მაგას ჩვენ არ ვამბობთ ესე, არა. რეალურად მაგას ნიშნავს. ეს სწორედ არა, მაგას არ ნიშნავს. შეხედე არ მინდა რომ იმ კონტექსტში განვიხილოთ კიდე პოლიტიკური მოცემულობა რა კონტექსტით ჩემი აზრით ივანიშვილს აწყობს. მე ამას არ ვარქმევ რომ ყველანი ნაცები ხართ. მე ამას ვარქმევ იმას რომ აი ერთი არლიღი მარტივი მისაკერებელი, როდესაც შენს წინააღმდეგ იბრძვის რუსული მოდელის პროპაგანდისტული მანქანა, მე მინდა რომ ამ პროპაგანდისტულ მანქანას დაუპირისპირო განსხვავებული მიდგომა დღეს, არა ისეთი როგორც იყო წინა პერიოდში. და მინდა რომ ეს მომავალი შეიძლება რაღაცა მაგალითად საარჩევნო სტრატეგია, რომელიც შეიძლება იყოს საერთო მომავალში ჰიპოთეტურად, იყოს იმ შემთხვევაში ასეთი, როდესაც იარსებებს ერთი რეალური სტრატეგია, რეალური თანხმედრა ამ სტრატეგიაში, იარსებებს რეალური შეთანხმება, რომელიც გამოცდილი იქნება დროში და სივრცეში, რომ შეგვიძლია მაგალითად ქცევის კოდექსის და გარკვეული ქცევის ნორმების დაცვა და მაშინ, როდესაც აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში აღადგენს ერთმანეთში ნდობას პოლიტიკურ აქტორებს შორის და აღადგენს საზოგადოების ნდობას ასეთ პროცესებში. აი მაშინ ამაზე ლაპარაკი მე შეიძლება, მაგრამ დღეს თulit რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უნარი და ეხა სწორია სტრატეგიულად, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ დამოუკიდებლად ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა. დამოუკიდებელი ბრძოლის ხაზი რაზე გადის. ან ბევრს აქვს ეს შეკითხვა, აკითხავს რომ რა ხდება, ანუ საით მივდივართ კუჩის პროცესებისკენ, ვებზადებით 2022 წლის არჩევნებისკენ. თუ არა, კუჩას ვიზა. კუჩა არის მთავარი სტრატეგია თუ მომზადება 2028 წლის არჩევნებისთვის თუ რა არის? ან თქვენი გზა რა არის მაშინ? ყველა ველი არის გამოსაყენებელი. ჩვენი გზა არის ის, რასაც ვხედავთ. ჩვენი გზა არის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობით და საშუალებით. ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ რომელიმე ველი არსებობს. აი ამას ცალსახად ვერავინ ვერ მეტყვის, რომ არსებობს რამე ველი პოლიტიკურ სივრცეში დღეს, აი იმ წირ პოლიტიკურ სივრცეში რაშიც ვარ, რომელსაც ლელო არ იხენებს. კუჩა არის, კუჩას იხენებს. საარჩევნო გზა არის, რომელიც გამოც შეიძლება ძალიან ბევრი დაუმსახურებელი ტალახი მიიღოს, საარჩევნო გზასაც გამოვიყენებთ. ჩემი პარტიის ორი ლიდერი არიან სისხლის სამართლის დევნის ქვეშ აბსურდული ბრალდებებით. ჩემი პარტია არის გაუქმების გზაზე დამდგარი, გაუქმებას უპირებს ქართული ოცნება. არა, მით უმეტეს არა, ყველა ველზე ვიბრძვით. იქაც სამართლებრივად, საარჩევნო გზითაც, კუჩითაც, შინაარსობრივ ველზეც პოლიტიკური, როდესაც ლაპარაკობთ მთავარ პრობლემებზე, ფასების პრობლემაზე. ჩვენ პირადად მე და ჩვენი პარტია ლაპარაკობს რამზე ყველაზე დიდი ხანია, ალბათ პოლიტიკურ ველზე და აგერ ეს პრობლემა დაგვეწია. კორუფციაზე ვლაპარაკობთ ყველაზე დიდი ხანია და ამ პრობლემებს, ანუ ყველანაირ ხერხს, რაც პოლიტიკურ პარტიამ და პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ, მე რა, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რომ არ შევიზღუდოთ თავი. მე არ ვიტყვი რა, არ შევიზღუდა არავითარ შემთხვევაში თავს იმით და ვიტყვი, რომ მარტო ერთი ველია კუჩის, რომელიც არის პერსპექტიული და მეტი სხვა არაფერი. იმიტომ რომ რეალობას მინდა რომ დავინახოთ სწორად. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პროცესს გულშემატკივარი ვარ, ამ პროცესის ნაწილი ვარ, შაბათის მარშზე ყოველთვის იქ ვიქნები და ყველანაირად გვერდში დავუდგები, ოღონდ
არ თვლი და დარწმუნებული ვარ, რომ პირველში იმ ხალხს არ მინდა მოვატყო, ვისაც დიდ პატივს ვცემ და დღეს საპროტესტო ველს და კერას ინახავენ, რომ ეს არის მარტო ერთი ველი. არ არის ეს მარტო ერთი ველი. არ არის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არსებობს ელექტორატი, ხალხი, რომელსაც უნდა ველაპარაკოთ, რომელიც გასააქტიურებელია. დღეს ხო არ არის საუკეთესო ფორმაში, ხო? ხო ყოფილა პერიოდები, მაგალითად გაიხსენე პერიოდები ნოემბერი, დეკემბერი, როდესაც ბევრად ძლავრი იყო საპროტესტო ტალღა და მაშინ როდესაც ვამბობდით, რომ აი იყო იდეა, ხო? ლელოს იდეა მათ შორის, რომ აი ეს პარტიები, რომლებიც შევედით წესით პარლამენტის ნაწილი უნდა ვიყოთ, უფრო ფართო სპექტრი კიდე საზოგადოების, დავირაზმოთ რაღაც სახალხო სათათბირო შევქმნათ და იქ გქონდეს ეს დისკუსია. მაშინ კატასტროფა მოხდა, ხო? რაღაცა ყველა ზოგმა იქილიკა, ზოგმა რაღაცა ხელიკრა ამ ყველაფერს. რა ვიცი, მაშინ არ იყო დღეს უკვე კანონით იგრძელება. დღეს კანონით იგრძელება ეგ ყველაფერი. ამ ველზე ეს ველი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ვიბრძოლეთ, მაგრამ პოლიტიკური ველი სადმე გაქრა, საერთაშორისო ველი სადმე გაქრა, არჩევნებს წითელი ბოლომდე უნდა უკრათ. არ უნდა უკრათ ამ ყველაფერს. ყველა გზა უნდა გამოვიყენეთ. არ აგვაქვს ფუფუნება ხალხო ამისი. ხო ხედავთ რა ქვეყანაში ვცხოვრობ. ქვეყანაში სადაც 11 წლის ბავშვები უკარ მუშაკები ქუჩაში გარდატეხას პროცესში. გარდატეხას და ის რომ ჩვენ ყოველ თემაზე გამოხვალ და ბრიფინგს გამართავ, მაგალითად ყულებზე და ასე შემდეგ, გასაგებია ყოველდღიური პოლიტიკური ცოლის ნაწილი, მაგრამ ამას ხო გარდატეხა არ მოუწევს რა. აი ხო შეხედე რატო გინდა რომ ის მითხრა რაც მე არ მithქვამს, ხო მე ხო არ მithქვამს რომ ეგ არის ის. არა შენ ამბობ რომ მე გეუბნები ყველა ველი გამოსაკენებია, ფუფუნება არა, მაგრამ რომელიმე გზა დავთმო და ველი დავთმო. ამ პროცესში რა იმის შანს გარდატეხის ხედავ თუ მიყვები. აი ყველაფრის ერთობლიობაში აი რაც ჩამოვთვალე არ ჩაკეტვაში რაღაცა ერთი კონკრეტული პოლიტიკური გზის და ყველაფრის გამოყენებაში რატო ხედავ იცი გზას ხედავ რომ შეიძლება კუთს იქნევდეს დღეს ავტოკრატია და ყველაზე ძიმე ფაზაში ვიყოთ და ეხა ცუდად იქცეოდეს, მაგრამ ხედავ ამაში მის სისუსტეს. აი, მათეკაშვილი ამბობს, ლელომ გაზომოს საკუთარ რეიტინგები და შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. ერთად იქნებიან რომ ცალსარგენ ნულს რომ ნული დავუმატოთ არის ნულიო. რა სახელი მაგას? დავით მათეკაშვილი. ხო, დავით, უნდა გავაზომინებ, მოვიდეს და გავაზომინებ, რასაც უნდა. კარგი, მადლობა. მაგ საწოდაობას როგორ შეიძლება საერთოდ კომენტარი კითხოს ვინმე არ მესმის, მაგრამ რამის გაზომვა თუ უნდა დათომატიკაშვილს ველოდები გავაზომინებ რეიტინგსაც და სხვა რამესაც. მადლობა დედი, თასო დაცუნაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ჩვენი სტუმარი იქნება დავით ჯავანაძე, კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი. ასე დავბრუნდით ჩვენ ეთერში. ხელისუფლება იწყებს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას, ბაზაში ყოფ მოსახლეობის გადამოწმებას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას სიყალბის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. ასევე ის ამბობს, პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, სადაც მაღალი ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემოწმებისთვის პირობებს. მაგალითად, საფუძველი იქნება ბოლოს 3 თვის განმავლობაში 200 ლარიანი შემოსავლის მიღებაცო. როგორც მინისტრი ამბობს, ბევრი არის ისეთი შემთხვევა, როცა საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს ოჯახებს და ისინი სოციალურ ბაზაში მაინც არიანო და ასევე ის ამბობს, რომ ჩვენს მაღალ ეკონომიკურ ზრდასო ეს ციფრები ასეთი მაღალი ბევრი სოციალურად დაუცველ ოქროს არ შეესაბამებოდა და ამიტომ შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. საინტერესოა და ვინ შეიყვანა ეს ხალხი ამ სოციალურ დაუცველთა ბაზაში. დავით ჯავანაძე არის ჩვენი სტუმარი, კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ ამ თემაზე გააკეთეთ განცხადება და ამიტომ მინდა რომ ჩვენმა მაყურებლებმაც გაიგოს რეალურად რა არის თქვენი აზრით საქმე. აქ რატო აქამდე ყოველი არჩევნების წინ შეყავდათ ხალხი, ხო, ხმები ჭირდებოდა. ეხლა ხმები აღარ ჭირდებათ თუ რა ხდება? ზუსტად ეგ არის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, რამდენიმე მიზეზი არის. მათ შორის ფულის დეფიციტი, მათ შორის პოლიტიკური. აი ხავე რომ ახსნათ რას გულისხმობთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო 20-20 არჩევნები, 20-21 არჩევნები, 20-24-ის, 20-25-ის არჩევნები. ამიტომაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს ბაზა გაავსეს. იქ კარგად უნდა გვესმოდეთ, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც მართლა სჭირდება ეს სოციალურ დახმარება. 700,000 ადამიანია ოფიციალურად რეგისტრირებული. ეხლა ფაქტობრივად დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ რამდენს ამოყრიან საინტერესო. 90% ალბათ მაინც არის ისეთი, ვისაც სხვადასხვა ფორმით ეს დახმარება სჭირდება. ანუ ეს ეხლა ეკონომიკის ზრდას უნდა დავაწიოთ სოციალურად დაუცველ. ეს ხდება როგორ იცით, რეალურად PR-ში აგებდნენ. მიხვდი ხა რეალურად ეს გვითხრეს რა, რომ იმიტომ როცა ისინი ამბობდნენ, რომ აი ჩვენ გვაქვს დიდი ეკონომიკური ზრდა 5%-იანი, 10%-იანი და ასე შემდეგ, ოპოზიცია ეუბნებოდით, რომ თუ ამდენის დაგაქვთ 700,000 რატო არის?
ხო და ახლა აღარ იქნება. ხო, აღარ ეგ ნახეთ, ეგ როგორ უნდა მოხდეს, ხო? აი როცა ზრდა არის ნამდვილად ეკონომიკური და ნამდვილად არის ეს გადანაწილებული თანაბრად ადეკვატურად, ადამიანები ავტომატურად ამოდიან ამ სიღარიბიდან და მე ხა ეს ეგეთი გაყალბება იქ არავის არ შეუძლია, ხო? ვიღაცას თუ აქვს რაღაცა, თქო 60,000 ქულა, რომელიც ქვემოთაც ის შედის ამ სოციალურ დაუწყებელ ბაზაში, თუ გამდიდრდა, ის 60,000 ქულა ვერაფრით ვეღარ ექნება და ხა ეგეთი გაყალბებაც ხა შეუძლებელია, ხო? ეს არ გამდიდრებულ არავინ რეალურად ამის თქმა მინდა რა ამასაც მანიპულირებს. ახლა სარჯვალაძე ამბობდა ზოგიერთო მანქანები ყავთო 2024 წლისო ასეთი ხალხით ვიპოვეთო სიაში. ესე იგი ეთყობა მათი ჩინოვნიკები არიან და შეიყვანა ეს ხალხი. ხო, ჩემს სულ იყო სავარ სოსოგოგაშვილიზე გახსოვთ ადრე რომ ის არის. სოციალ დაუცველთა სიაში არის და ვიღაცებზე იყო გიგო. ეს სარჯვალაძე ეხა ხო მინისტრი არის კობახიძის მთავრობაში. მანამდე იყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში, მათ შორის წინა მოწვევაში. თუ ვინმეს ევალებოდა ამის კონტროლია, თუ ვინმეს ევალებოდა ამის რაღაც სათანადო ამ სიის სათანადო შედგენა, ეს იყო თავად სარჯვალაძე. ეგ ძალიან უცნაური ამბავია საერთოდ რომ ეს კობახიძის მინისტრები და თვითონ კობახიძე ისე იქცევიან თითქოს ახალი მთავრობა არიან. ვიღაცამ დაწერა ამას ნეთ რომ 2024 არჩევნების წინ დაგეძინაო და მე რომ გაგიღვიძაო, ეხლა დღესო იფიქრებდი რომ ოპოზიცია მოვიდა მთავრობაში ისეთი რაღაცები ხდებაო, ღარიბაშვილის ციხეში ბაჩიაშვილი გამოვიდა და კიდე რაღაც სოციალურ დაუცველთა ბაზის გადახედვა ხდებაო. ანუ ისე იქცევიან თითქოს ის რაღაც თვითონ პასუხისმგებლობა არ აქვს. ეხლა რეალურად ამათმა რა დაიწყეს იცით რომ ნახე ფასები ხო ვერ დაუწიეს რაღაცა ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვეს კრიზისი ვერ გადაჭრეს და დაიწყეს აკრძალვები აკრძალეს ფასების მატება კრძალავენ ყოველ შემთხვევაში და 1000 კომისია შექმნეს კრძალავენ კრიზისის არსებობას კრძალავენ მათი ლეგიტიმაციის არცნობას ეხლა კრძალავენ სიღარიბეს ეხლა მანამდე აკრძალეს ძველი მანქანები ანუ ის კი არა რომ ხალხი გამდიდრდეს და თვითონ გადაждდეს კარგ მანქანაზე ან ტრანსპორტი განვითარდეს ან რაღაც სოციალურ დაუცველის 60 ლარს დატო აიღებს ვიღაცა თუ მართლა მისი შემოსავალი 2000 ლარი გახდა ხო ტყუილი არის ეს ყველაფერი და თუ მაინც და მაინც გაბერილი იყო ეს სიები რა თქმა უნდა მათ მიერ იყო გაბერილი და ეხლა მათ მიერ არის შეყვანილი. ოღონდ მაინც თავარი აქცენტი იმაზე უნდა იყოს, რომ 700,000 ხო იღებს ამ დახმარებას. 1,300,000 არის რეგისტრირებული ამ ბაზაში. ხა მე და თქვენ ხარ ვართ აქ რეგისტრირებული და ჩვენს გარშემოც ხა ვისაც რაღაც ნორმალური შემოსავალი აქვს. საუბარია რომ ამ ქვეყნის მე-13 თვლის თავს რომ მას ჭირდება სახელმწიფოებრივი დახმარება იმისთვის რომ საკვები მაინც კონდეს და ეხლა ესენი ამას არ აღიარებენ. აღარ ჭირდებათ ეხლა პოლიტიკურად და გადაწყვეტეს რომ ჩაეხსნან ბიუჯეტს და რავი თუ ბიუჯეტის მაგათ დაზოგვა უნდათ უამრავი ხარჯი არის რომელიც შეიძლება გამოთავისუფლდეს ხო მარტო 5 მილიარდი მაგათ ხელფასებში გაიცემა და პრემია დანამატებში 540 მილიონი იყო მხოლოდ პრემია დანამატი წინა წელს საჯარო უწყებებში გაცემული და უმეტესობა მოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე სუსზე და პროკურატურაც ხო აი 100 მილიონ ლარს უხდია საზოგადოებრივ მოუწყებას რომელსაც არავინ არ უყურებს ხა თუ მართლა უნდათ ამის რეალური შეკვეცა აქედან უნდა დაიწყო მაგრამ არ უნდათ ხა ეს უბრალოდ პოლიტიკურად აღარ სჭირდებათ 2028-ისთვის ალბათ ადგებიან და რაღაცა ერთჯერად რაღაცა პროგრამა შექმნიან გამოვალბოთ ყობა ჯერ 2028-მდე ჩემი ღმერთწმენით ესენი ვერ მივლენ მithumetes ამ ფორმაში ანუ ეხლა ამოიღებენ ამ ხალხს ბაზიდან 2 წელი ფულს დაზოგავენ და არჩევნებისთვის ისევ ჩასვამენ ერთჯერადად დახარჯავენ და არჩევნებისთვის ისევ ჩასვამენ მე რეალურად ერთჯერადად რაღაც პროგრამას მოიფიქრებენ იგივე იყო აი დასაქმების პროგრამა რო შექმნეს მაგრამ რა ქნეს მაგათ კიდე იცით რომ ამ 700,000 სოციალურ დაუცველიდან შეუქმნეს რაღაც თვითონ დასაქმების პროგრამა 200-300 ლარი ქონდა ხალხს სამსახური ეგეც გააუქმეს ეს პროგრამა ხო, ეგეც გააუქმეს, იმიტომ რომ ეს იყო არჩევნების პროექტი, ეგეც გააუქმეს. მოხოთ მან რა ქნეს, ისიც რომ ეს მან დასაქმდა დაახლოებით 250,000 ადამიანი სხვადასხვა დროს, ან ზოგს ამდენიმე თვე მუშაობდა, ზოგი დიდხანს მუშაობდა და ეს ხალხი ამოიღეს სოციალურ დაუცველთა ბაზიდან რა და გაზარდეს დასაქმებულთა რაოდენობის პროცენტი. ანუ რიცხვებით მანიპულირებას რო შევხედოთ, ესე იგი ადამიანი ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, დაუმატეს 200 ლარიანი სამსახური ერთჯერადად, ის ჩამოაკლეს, ის აღარ შეიყვანეს სოციალურ დაუცველთა ბაზაში და თქვენს რომ ეს აღარ არის ეგეთი ღარიბი და აგრეთვე შეამცირეს უმუშევრობის დონე. ანუ უბრალოდ მანიპულირება არის, დაცინვა არის და მეტი არაფერი, იმიტომ რომ რეალურად ამ ქვეყანაში რეალურად მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მარტო მაგ ელიტების მდგომარეობა გაუმჯობესდა. საგულისხმოა ისიც, რომ აი ეს მინისტრები, ეს დეპუტატები, რომლებიც რაღაცა კომისიების ფარგლებში იკვლევენ ფასებს, ამ სოციალურ დაუცველებს, მილიონერები არიან. აი ბეჟან წაკაძე გამოვიდა და თქვა რომ ძალიან ტკივნეული იქნებაო, მაგრამ ეს 6 წლამდე მანქანების 6 წელზე მაღალი წლოვანების მანქანები უნდა შეზღუდოთო და ბეჟან წაკაძე იცით რომ მილიონერი დეპუტატი არის 10 მილიონი ლარის მარტო ქონება აქვს, უძრავი ქონება აქვს დეკლარაციაში ასახული, 17 კომპანიის ფლობელია და აშენებს ბინებს და რაღაც კორპუსებს ქალაქის ცენტრში და ყიდის. ეს კორპუსები არა ამაშობა, არა ბინძურებს და არა უბედურებს ამ ქალაქის იერსახეს თუ მანქანები არის ასაკრძალი და ეგ არის. ხო, ხა მაგათ რა უნდათ, იცი რომ საცობი არის როგორც სიკვდილი, ყველა სათანაბრებს.
დიდარი ხარ თუ ღარიბი ხარ, ზაპოროჟიესით მოდიხარ თუ პორშეთის ასოფში მოხვდები თუ ეხლა ბასლაინის საშვი არა გაქვს მაგალითად, ხო? შესაძლოა მაგათ უნდათ რომ მანქანები შემცირდეს. და გაითავისუფლო. ხო, ღარიბებმა იარონ ფეხი და მათთვის დარჩება цаრიელი ეს. ზუსტად ეგაა, აი რაღაცა სუბთა ის რაღაცა ელიტისტური ის ტაცებლობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფასების კომისია რო არის პარლამენტში. ბერეკაშვილი, წილოსანი და ინჯია არის, ასე თქვა, თანათავმჯდომარეები. სამივე არის მილიონერი დეპუტატი და ბერეკაშვილმა და მისმა ცოლმა წინა წელს დახარჯა 720,000 ლარი მხოლოდ საყიდლებში. 720,000 ლარი, რომელიც აი რამდენი ასეული ქართული ოჯახის წლიური შემოსავალი, ხო ესეა? და ეხლა ეს ხალხი ვითომ ადგენს ეხლა ფასების მიზეზი რა არის და თავად არიან ფასების მიზეზი. ისინი რომ ამ კორუფციული გზით ამ ფულს შეუვლობენ და იტაცებენ რესურსებს, ეგ არის მაგის მიზეზი და დაცინვა არის უბრალოდ. აი მე არ მგონია რომ ვინმეს ეხლა ეგ მართლა შეეროდეს, რომ რასაც ყობახიძე ამბობს, რომ გაიზარდა აქ სიმდიდრე და აღარ არსებობენ ღარიბები და მანქანები ძველი აღარ გვინდა, ეს რომ ვინმეს მოსწონდეს, ან ამის რომ ვინმე შეეროდეს, მე არ ეხლა ხალხის ზალა გამოვიდა მაგის წინააღმდეგ სვათაშორის. ხოშოს დღეს ხალხის ზალა გამოვიდა და 6 ლამდე აკრძალოს მანქანები, არასწორიაო და ანუ ოპოზიციას თამაშობენ. ოპოზიციას თამაშობენ, მაგრამ თან თუ რა ხდება? დღეს 27-ს ქონდა კარგი განცხადება, კარგი რა საგულისხმო განცხადება, რომ ეხლა ეს კორუფციასთან ბრძოლა რომ დაიწყეთო, ძალიან კარგიაო, მაგრამ კორუფცია ისე ღრმად იყო გამჯდარი, რომ ციტირებ, ისე ღრმად იყო გამჯდარი მათ შორის ადგილობრივ დონეზე, რომ უკვე გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებენო ადგილობრივ დონეზე ჩვენი საჯარო მოხელეები და ვეღარ ღობე კეთდებაო, ვეღარ გზა და ვეღარ ხიდიო, ანუ რაღაც ტენდერები ვეღარ ტარდებაო, იმიტომ რომ არაფორმალ ხო, შეშინდენო, იმიტომ რომ ეხლა არაფორმალური ან ფორმალური ნებართვები სჭირდება და ვერ გაიგეს რა უნდა ქნან და მოდი იქნება რაღაცნაირად შემავსებოთ კორუფციასთან ბრძოლა. ესე იგი, აღიარეს პირდაპირ კორუფციის გარეშე ერთი პროექტიც არ კეთდებოდა, ანუ ღობეც არ კეთდებოდა კორუფციის გარეშე არც ერთ მუნიციპალიტეტში და არც ერთ ქალაქში. რასაც წლების განმავლობაში ლაპარაკობდით ყველა, ხო ესე, ამის გამო აგენტებს გვეძახდნენ და ეხლა ანუ პარალიზებულები არიან. მე არ გამოვრიცხავ რომ ეხლა რა თქმა უნდა სუბარი არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევს ივანიშვილის ნებას, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ აი ქოცების რაღაც სეგმენტის ის გაახმოვანა, რომ უბრალოდ პარალიზება რო გაუკეთდა ამ კორუმპირებულ ასე თქვა ქოც ჩინოვნიკებს, მათი ხმა გააჟღერა რაღაცნაირად ცოტა ყობახიძის ასე თქვა ქმედებებს შეიძლება რაღაცა კითხვის ნიშანი დაუსვა. არ გამოვრიცხავ რომ რაღაცა ესეთი ყოფილიყო შიდა, ცოტა შიდა გადათამაშება თუ შიდა წაკინკლავებასავით, ოღონდ რეალურად თავის თავს გასცემენ და აღიარებენ, რომ აი კორუფციით ვარ შეპყრობილიო, ამას ამბობენ რა და ამას ამბობდით ჩვენც აქამდეც და თუნდაც ყვანე ვიყავით და ერთსაც ვიტყვი, რომ აი ეს ყობახიძე რამდენიმე განცხადება მაქვს ამ წერილი. ყობახიძე ეხლა ხო გამოდის და იძახის, რომ მე რო გავხდი პრემიერი, მაქედან უნდა დავიწყო თათბლავ და მანამდე რა იყო, მაგას მე არ მომეკითხებო. ჯერ ერთი ეგ რანაირად არ მოეკითხება, მაგრამ მისი პრემიერობის დროსაც პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე იყო, უმრავლესობის ლიდერი იყო. აი ხა რას ამბობ? ესეთ პარლამენტი უნდა აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ხო? 2025 წლის აპრილში სუსის უფროსებიდან რომ გადააყენა ლილვაშვილი ნიშნავდა ინფრასტრუქტურისა რეგიონების მინისტრად და ამბობდა რომ საუკეთესო კაცი არისო და ამაზე მაგარი არავინ არ ყავს. მაკედან 7 თვეში დაიჭირა და თქვა რომ ესო ისეთ სქემებში იყო ჩართულიო, ეს მარტო არ იქნებოდა რაღაც თითთან გვაქვს საქმეო. 2020-ში გახარიაძე ამბობდა რომ ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო და 2023-ში ამბობდა რომ გახარიაო კერკეტი კვერცხი აღმოჩნდაო და ეხა ისეთი ბრალი წარუდგინეს რომ ის კაცი ამ ქვეყანაში ვეღარ ჩამოდის. ხო, მომწონს თუ არ მომწონს მიუხედავად ამისა, ფაქტია რომ დევნილი არის. და ეხა დღეს ასაც ამბობს ყობახიძე. აი დღეს ვიზეც ამბობს რომ კარგი კაცი არის. დღეს აი საჯველაძე თუ ამბობს რომ კარგი კაცია, ani ივანიშვილზე თუ ამბობს კარგი კაცია. რა გარანტია გვაქვს რომ ეს სიმართლეა? თუ სული ტყუებოდა ეს კაცი და თუ მისი სიტყვას არაფერი არ დაეჯერება, დღეს რატომ დავუჯეროთ? მართლა მთავრობა ხო არ შეცვლილა. რაღაცა აი სიგიჟეში თავი ხოლმე მოვიტყუოთ არა? ანუ რამე კონტროლის მექანიზმი შეიცვალა, პარლამენტი გაძლიერდა, კოალიცია მოვიდა რაღაცა და მართლა ვიღაცთან კოალიციაში შევიდნენ თუ რა მოხდა? ანუ ბუტაფორიას ქმნიან რა და არავის ამით მე არ ჯერა, მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ და ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამათი მართლობა და ამათი ყოფნა ხო ძალიან შეუთავსებელი არის ჩვენს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან რა. ბაჩიაშვილზე რა ამბების დატრიალდა და ეხლა აი რა გამოჩნდა, რომ მაფიოზი ჩვეულებრივი მძელვა დაიყვანა კაცი იმ ციხის დირექტორს თავი მოაკვლევინეს, სადაც ეს კაცი ბაჩიაშვილი იყო და რაღაცა იქ მერე სცემა, მშობლებს ბრალი აღუძრა და ეს ფული რო ამოიღო, იქიდან გამოუშვა. თუმცა როგორ გამოუშვეს, ეს საერთოდ გაუგებარია, არც ყაველაშვილის შეწყალება ყოფილა და არც ამნისტია. საპროცესო უკვე მის ჯილზე აღარ ფორმდება და ამას მის ჯილი ქონდა უკვე და არ ვიცი, პროსტ თუ იყო სააპელაციოში თუ არ ვიცი რაღაც დეტალებია, მაგრამ მაგ პროცენტზე ის არის რომ კარგი ის ფინანსური ამბავი გავიგე დააბრუნა ფული, მაგრამ საზღვრის კვეთა უკან უნდა ამ კვარჰესსაც რო დავებოდნენ რაღაც როგორ გაუნულეს ახლა ხო ნუ ის არის რა ანუ თან ხა თუ აზარალა კვარჰესის შემთხვევაში ასე შემდეგ ანუ აი რა გამოვიდა იცი რომ თუ შენ ჩაიდენ დანაშაულს
და ფულს გადაიხდი, ყველა დანაშაული გეპატიება. შეულებრივი მაფიოზი არის. ანუ გამოდის რომ მაშინ არ ჩაუდენია ხო დანაშაული. ან დანაშაული როგორ ეპატია ბოლომდე. შესაბამისად ეგ ბევრი კითხვა არის რა თქმა უნდა მან და ეხლა ის რაც მოხდა თუნდაც მშობლებთან დაკავშირებით, მშობლები რა შოა. მშობლების ბრძელა დაყვანა. ანუ საერთოდ არანაირი მორალური ზღვარი არ გააჩნია. მშობლებს იჭერდა რო არ გაქცეულიყო. მშობლებს იჭერდა რო არ გაესწროთ იმ ხალხს. ხო ესეა და კიდევ ერთხელ იმ ციხის დირექტორს თავი მოაკვლევინეს ის კაცი უბრალოდ გამოვიდა დაკითხვიდან და ერთ დღეში თუ ორ დღეში თავი მოიკლა და პირდაპირ საუბარი იყო იმაზე რომ აბრალებდნენ იქ რაღაცა შეთქმულებას ბაჩეშვილთან ერთად რომ ვითომ იმან თავი იცემა და აი რაღაცას უკერავდნენ ამ კაცს და თავი მოიკლა ამ კაცს მან ფაქტობრივად შეეწირა ივანიშვილის ფულის ამოღებას ვიღაც კაცი რომელსაც ოჯახი ყავს, შვილები ყავს და ნათესავები ყავს, ხო ესეა? ხო, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ აი ოპოზიცია უთხოვანი აღმოჩნდა, რომ ამბობდა, რომ პოლიტიკური საქმეა და უდანაშაულია, აგერ კაცმა აღიარა დანაშაულია, ასე რომ პირიქით გიტრიალებთ. არა, ეგ ხა აი ეგ ხო ისე ყველას პოლიტპატიმარს ეძახითო, მაგრამ აგერ დანაშავი აღმოჩნდაო. თვითონ აღიარებს. დანაშავი აღი, იმიტომ რომ აღიარებინეს ძევლად ყავდათ აყვანილი ცემეს ნუ ეხა მე ბაჩიაშვილის ადვოკატობას მართლა არც ვაპირებ და არც გამოვდგები, მაგრამ ხო გასაგები არის, რომ ეს იყო რაღაც უკიდურესი ტერორის ქვეშ ცემეს და ეს შემდგარი ფაქტი არის, ოჯახი ძელა დაუყვანეს, ეს ბიტკოინის ფასიც იკლებდა ამასობაში და რაღაცა ფაქტობრივად ხელიდან ეცლებოდა ერთ-ერთი სიცოცხლის შემანარჩუნებელი ბერკეტი. განახევდა თუ თავიდან რაღაც მილიარდზე იყო საუბარი, ხა 600 მილიონზე ჩამოვიდა ეგ ამბავი. 600 მილიონზე ჩამოვიდა და უბრალოდ მაფიოზური გარჩევა იყო ხა აღიარეს ხა აღიარებინეს აბა რასიზმი და ეხა კაცს ემუქრებოდა ფიზიკური და განადგურება და ლიკვიდაცია და ეხა ეგ მიმაგის ვისჯერა რომ ეგ მართლა ის იყო რა ქვია რეალური პროცესი იყო აღიარების. ამიტომაც მე მგონი მან თავის თავს კიდიან რომ თავი ამ რაღაც ბანდიტური მეთოდებით რომ ესე ექცევიან თავისივე გუნდის წევრებს თვითონვე რაღაც შოკს იწვევენ თავისივე თანაგუნდელებს, თორემ მაგას უნდა იჯერებს, რომ აღიარა ეხა ბაჩიაშვილმა და ეს. ნუ ბაჩიაშვილი რომ იქმნიდა რაღაც პოლიტიკურ საბურველს, ეგ გასაგები იყო. მე არ შემაქ ეჭვი არც მის გულწრფელობაში და არც მის არაგულწრფელობაში, მაგრამ ეხა ეს რასაც შეხვედით, ეს იყო მაფიოზური გარჩევა და მეტი არაფერი. სამართალთან ამას კავშირი არ აქვს. სხვადასხვა დღეს საინტერესოა რომ ბურჭულაძემაც ეს რომ ნახა რომ ფულის გადახდის სანაცვლოდ გამოუშვეს, დღეს ამბობს რომ რაღაცა მორალურ პასუხისმგებლობას გუზავდა ფინანსურადაც აქ საუბარია თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძეზე, ფინანსურადაც ავანაზღაურებ თუ რა ავანაზღაურებ ხო ეს რაღაც აი პირდაპირ როგორ გონია ამათაც გამოუშვება თუ მარტო ბაჩიაშვილი შეეხო ეს ეგ ბაჩიაშვილის кейსი მაინც განსხვავებული იყო ბაჩიაშვილთან მხოლოდ ფულის ამოღების ინტერესი იყო სხვა არ იყო და აი ხა ამ შემთხვევაში ბურჭულაძის შემთხვევაში არის იქ რაღაცა ღარიბაშვილის კლანის მოგუდვის სხვებზე გასვლის ვიღაცა კიდე ახლების დაკავების ასე თქვა და ინტერესი და პოლიტიკური განადგურების ინტერესი არის ანუ ღარიბაშვილის ლილუაშვილის და სხვების ამ კლანების პოლიტიკური განადგურების ინტერესი ამიტომ ეგრე ადვილად რომ გამოძრება ბურჭულაძე მე არ მგონია მაგრამ გააჩნია რა ითანამშრომლებს და რა სიტყვის ხო მე მგონია რომ კიდე მაგას დაემატება სხვა მინისტრების მათ შორის აზარაშვილის გარშემო, ქარსელაძის გარშემო. დავითაშვილი ყავდათ უკვე და. დავითაშვილი ალბათ დაბრუნდება. ეს დავითაშვილის ამბობს ძალიან უცნაური რაღაც აჩვენა, რომ ანუ რა გამოდის, რომ არ გვაქვს ნავთობის გადასამუშავებელი ქარხანა, მაგრამ ექსპორტზე გაგვაქვს ნავთობი. ბოლოს ამ თვეში გავიტანეთ 120 მილიონი დოლარის. ანუ კიდე ერთხელ რო ახსნა და ბატონმა რომანმა ეს კარგად ახსნა ბევრ ეთერებში და აი წეგანა პირველ ბლოკშიც გქონდა ამ თემაზე. აი კიდე ერთხელ შეიძლება ადამიანებმა იფიქრონ რომ მე რა მოხდა თუ შემოდის ეს სანქცირებული, კაი მორალური რაღაც გვერდზე გადავდო და შემოდის რუსეთიდან სანქცირებული პროდუქცია და ნუ რა მოხდა გადის აქედან ექსპორტზე და ჩვენ ხეირს ვნახულობთ. ვერ ვნახულობთ ხეირს, იმიტომ რომ იქ არავინ არ მუშაობს რეალურად. იქ ხელფასები არ გაიცემა, საშემოსავლო ბიუჯეტში არ შედის, დღგ-ი არ იბეგრება, ბიუჯეტში ის ფული არ შედის. ის 120 მილიონი დოლარი შემოვიდა, ალბათ ძალიან მცირე რაღაცა საოპერაციო ხარჯის რაღაცა შევიდა ბიუჯეტში, კაპიკები რეალურად და ეს წავიდა პირდაპირ ექსპორტზე და აქედან წილი დაიტოვა ივანიშვილმა და მისმა რაღაცა ქვეშემდომებმა, თორე აქ ყულებს ქარხანაში ვინმე იცით რომ მუშაობს ერთი ადამიანი მაინც? თუ 120 მილიონი დოლარის ნავთობი გადამუშავდა, იგი ხო ერთი 100 ადამიანი ხო უნდა მუშაობდეს, კვამლი ხო უნდა ამოდიოდეს. არაფერი იქ არ ხდება საერთოდ, ალბათ რამდენიმე ათეული ადამიანია, ვინც ეწევა აი ამ რაღაცა სანქცირებული პროდუქციის манипуляციას და მე ისევ გაგზავნას და ბიუჯეტში ამით არავინ არ ხეირობს, ხელფასი ამით არავის არ აქვს და დიდდება მცირე ჯგუფი ადამიანებს, ისევ როგორც მანქანების რეექსპორტზე. ჩვენი ექსპორტის 40% მოდის მანქანების რეექსპორტზე. ან თუ რამე გაგვაქვეყნდნენ, მაგის თითქმის ნახევარი არის მანქანების რეექსპორტი. 2.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ოღონდ თქვენ ერთხელ მაინც მოხვედრი ხართ აი ამ სარეგისტრაციო იმეებში, სერვისის მომსახურების ცენტრში, სულ ტაჯიკი, ყირგიზი, ყაზახი მოქალაქეები არიან. ხო, ანუ
ეს ხალხი არის, ვინც ამ ბიზნესიდან ფულს შეუვლობს და აქ ადგილზე ხა თუ ვინმე მიეხმარება, ალბათ ამდენიმე ასეული ადამიანიც აქედან რაღაც შემოსავალს იღებს, მაგრამ ბიუჯეტში რო აქედან არსებითად რაიმე მნიშვნელოვანი თანხა შევიდეს, ან სამუშაო ადგილები შეიქმნას, ან რაღაცა ხელფასები ქონდეს ხალხს, ეგეთი არაფერი არ ხდება. ხე 6 წლამდე რო შემცირდება კიდე უბრალოდ 6 წელზე უფროსი მანქანები რა შემოყვანა იკრძალება, როგორც თქვენ ამან რეექსპორტზეც იმოქმედებსო, იმიტომ რომ ვიღაცები თავს იზღვევდნენ იმით, რომ თუ რეექსპორტზე ვერ გაიტანა, მე კი, ზუსტად. ეხა ვეღარ გაყიდის. ასე რომ, ბევრი რამ შემცირდება და ნახოთ ძალიან საინტერესო ვითარდება მოვლენები. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავით ჟავანაძე, კოალიციას ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე კვირამდე გემშვიდობებით. კვირას 20 საათზე გადაცემით პოლით ქალაქი დაგიბრუნდებით.